Patriarchis ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მისული მოქალაქეების რიგი დილიდან არ წყდება. 40 დღის განმავლობაში სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის საფლავზე სასულიერო პირები პანაშვიდს გადაიხდიან. მოქალაქეებს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე დილის 8 საათიდან 22 საათამდე შეეძლებათ. Ვასუაბაშიძის სახელობის თეატრის ხელმძღვანელობა პროტესტის ნიშნად წასულ მსახიობებს ზედმეტად გაცემული ანაზღაურების უკან დაბრუნებას თხოვს. 240 ლარი და 10 თეთრი ადმინისტრაციის მოთხოვნით უკან გადარიცხა ნანკა კალატოზიშვილმა. იგივე მოთხოვნა მიიღო მსახიობმა ეკა დემეტრაძემაც. მსახიობებმა კოლეგებთან ერთად თეატრი პროტესტის ნიშნად 21 თებერვალს დატოვეს. მიზეზი შენობის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნა იყო. ბრალდებულმა უკანონოდ გადაიღო და ინახავდა არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეო ჩანაწერს, რომელიც შემდგომ საჯარო სკოლების მოსწავლეებში გავრცელდა. პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წაუყენა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამერიკა ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს 5 დღით აჩერებს. გადაწყვეტილება ტრამპმა მიიღო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ირანთან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებებით ახსნა. ირანი კი ტრამპთან ყოველგვარ კომუნიკაციას უარყოფს.